დღეს დიდი ოთხშაბათია. დღევანდელ დღეს განხორციელებული ღმერთი გაიყიდა სულ რაღაც 30 ვერცხლად. შეიძლება ვინმე გაიფიქროს, ან თქვას, რომ ჩვენ რო ყოფილიყავით, ამას არ გავაკეთებდით. ან ახლა რო განხორციელდეს, იგივეს არ გავიმეორებდით. მაგრამ მოციქული ბრძანებს, თუ კი შენ არ გიყვარს შენი მოყვასი, რომელსაც ხედავ და იძახი რომ გიყვარს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავ, მატყუარა ხარო. რამდენად გვიყვარს ჩვენ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენი მოყვასი, როდესაც ვხედავთ, რომ ნარკოტიკებით გენოციდს უწყობენ უკვე 10 წელიწადია ჩვენს ერს. რას ვაკეთებთ ამის საწინააღმდეგოდ? ვინც გენოციდს გვიწყობს, მას ვაძლიერებთ ფულის გამო. არჩევნების დროს ფული რიგდება და ტაშფანდურით ხმას ვაძლევთ. ანუ გენოციდში მონაწილეობთ, ყიდით ჩვენს ახალგაზრდობას. კაზინოებით იძარცვება ჩვენი ქვეყანა. რას ვაკეთებთ საწინააღმდეგოს? ვინც ამას აკეთებს, არჩევნები რომ მოახლოვდება, ტაშფანდურით ფულზე ვიყიდებით, ფულზე მეგობრებო. და ყიდით, ანუ ეხმარებით ქვეყნის ძარცვაში. და კიდე ერთი. ღმერთის მოკლა კი არა. საკუთარ შვილებს არ ვინდობთ. საკუთარ შვილებს ხოცავთ და კანალიზაციაში ვყრით. ღმერთს დავინდობთ, რომელსაც ვერ ხედავთ. თან ამ შვილების დახოცვაში ფულსაც ვიხდით. გინეკოლოგად წოდებულ ადამიანის ასპებთან. დღეს ღმერთის გაყიდვის დღეა და ჩვენ ამას ხშირად ვაკეთებთ ჩვენივე მოყვასის წინააღმდეგ. ღმერთმა მოგცეს ნამდვილი ჭეშმარიტი სინანული და გაგვაცნობიერებინოს უფალმა, რომ თავარია განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ღმერთმა გვიშველოს.